საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვია მათი მიზანი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გაცნობაა. კომისიის წევრებმა პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართეს. ამ წუთებში შეხვედრების სამუშაო ჯგუფის ფორმატში მიმდინარეობს. სოფო მაკაცარია მუშაობს თემაზე. სოფო, ვისთან მართავენ კონსულტაციებს ვენეციის კომისიის წევრები? ამ წუთებში ვენეციის კომისიის დელეგაციის წარმომადგენლები ხვდებიან საკონსტიტუციო ცვლილებების საქართველოს პარლამენტის მთავრობისა და პრეზიდენტის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს. დღეს უკვე შედგა ორი შეხვედრა და ჩვენ საშუალება გქონდა შეხვედრების შემდეგ გავსაუბრებოდით მათ მონაწილეებს. შეხვედრებზე გამოიკვეთა ერთი მთავარი დეტალი, რომელიც დღეს საკმაოდ აქტუალურია. ეს არის კვორუმის შესაძლო ცვლილების დეტალი, როგორც ჩვენ შეხვედრის მონაწილეებმა გვითხრეს. მათ საშუალება გქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისთვის. მე მაყურებელს განვუმარტავ ამ ეტაპზე იმისთვის რომ მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებელია რომ დეპუტატთა პარლამენტის დეპუტატთა 3/4 ესწრებოდეს კენჭისყრის პროცესს. იმ შემთხვევაში თუ განხორციელდა ის ცვლილება რომელიც არის პაატა ცნობილაძის საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი წევრის ინიციატივა, იმ შემთხვევაში თუ ეს ცვლილება განხორციელდა 2/3 საკმარისი იქნება დეპუტატთა რაოდენობის იმისთვის რომ კენჭისყრის პროცესზე დაესწრონ, იმისთვის რომ მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილება. ჩვენ ვესაუბრეთ ამ ინიციატივის ავტორს პაატა ცნობილაძესაც. მისი განმარტებით ადრე 2010 წლამდე იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა, მტკიცდებოდა ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, თუმცა დღეს ვართ მეორე უკიდურესობაში, ასე ამბობს პაატა ცნობილაძე და დღეს ფაქტიურად შეუძლებელია საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. ჩვენ გქონდა სიტუაცია, როდესაც ყოველ დღე შედიოდა თითქმის ცვლილებები კონსტიტუციაში. ამათ ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა ქვეყნისთვის არასტაბილურობის თვალსაზრისით. ეხლა აი ამ ცვლილებების შემდეგ, რომელიც მიღებული იქნა 2010 წელს, ფაქტობრივად მივიღეთ ვითარება, როდესაც ვერანაირი ცვლილება ვერ განხორციელდება კონსტიტუციაში. ანუ ერთი უკიდურესობიდან გადავედით მეორე უკიდურესობაში. შეუძლებელი არის ეხლა ესეთი ჩაკეტილი კონსტიტუცია გქონდეს. ეხლა არის საკმაოდ მაღალი კვორუმი, 3/4, რაც ცხადი ართულებს კონსტიტუციის გადასინჯვას. ვენეციის კომისიის კომენტარი არის ის, რომ თუ იქნება ერთპალატიანი პარლამენტი, მაშინ შესაძლოა საჭირო იყოს გადასინჯვის მკაცრი წესი, თუ იქნება ორპალატიანი პარლამენტი, ამ შემთხვევაში 2/3 უმრავლესობა, როდესაც ორივე პალატა უჭერს მხარს, იქნებოდა საკმარისი. ასევე ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსაც. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის შესაძლო ცვლილებები, რომელიც შეიძლება მოხდეს კონსტიტუციაში და ასევე ქართულმა მხარემ მიიღო გარკვეული რეკომენდაციები ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისგან. ჩვენ საშუალება გქონდა შეხვედრის შემდეგ გავსაუბრებოდით დავით უსუფაშვილს და ასევე ვენეციის კომისიის დელეგაციის წარმომადგენლებს. როგორც ჩვენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწია საქართველომ ამ კუთხით და ისინი მზად არიან რომ ერთობლივად იმუშაონ ქართულ მხარესთან ერთად იმისთვის რომ მოხდეს კარგი კონცეფციის შემუშავება ამ კუთხით. ეს არ არის ჯერ გადაწყვეტილებების მიღების ეტაპი, ეს არის პრობლემების, საკითხების, რეკომენდაციების შეგროვების ეტაპი და ჩვენ ნელ-ნელა გადავალთ უკვე ყველა ამ საკითხის განხილვაზე. ვენეციის კომისიის ექსპერტები დღეს გაეცნობიან ამ პრობლემებს და შემდგომ ჩვენ უკვე დავგეგმავთ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან პროგრესული პროცესია. ჩვენ საერთო ძალებით შევიმუშავებთ კონცეფციას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა კონსტიტუციური რეფორმის კუთხით დადებით შედეგს მოიტანს. წარსულში ჩვენ ბევრ ცვლილებას დაუჭირეთ მხარი და ვფიქრობთ, რომ ახლა სწორ გზაზე ვდგავართ. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური რეფორმის მიმართ ვენეციის კომისია საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. ვენეციის კომისიის დელეგაციას დღეს კიდევ 3 შეხვედრა აქვს აქ იუსტიციის სახლში დაგეგმილი და მთავარი თემა და ძირითადი საკითხები, რომელიც განიხილება, რა თქმა უნდა, ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს. მადლობა სოფო მაკაცარი.